თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის ექს-მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმას ვასილ მხეიძეს, ბურჭულაძის ყოფილ მოადგილეს გიორგი ხაინდრავას და შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროს ვლადიმერ ღუდუშაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო. სახელმწიფო ბრალდება ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას. დაცვის მხარე კი დაკავებულების 100,000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მათ შექმნეს არაკონკურენტული გარემო და შესყიდულ იქნა ძვირადღირებული სამედიცინო აპარატურა, ეს არის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი და გაფლანგული იქნა დაახლოებით 1,300,000-ზე მეტი სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხა. დღეს სასამართლო პროცესზე ვინაიდან არსებობდა სხვადასხვა ინტენსივობით მოწმეებზე ზემოქმედების, ასევე მტკიცებულებათა განადგურების, ახალი დანაშაულის ჩადენის და მიმავლის საფრთხეები, ბრალდების მხარემ იშუამდგომლა თითოეული ბრალდებულის მიმართ პატიმრობის გამოყენებით შუამდგომლობა, რაც სასამართლომ სრულიად სამართლიანად დააკმაყოფილა. მიმალვის საფრთხის დასაბუთება ხდება ბევრი კრიტერიუმით და აქ ბრალდების მხარემ რაც გააჟღარა, არც ერთი კრიტერიუმი არ იყო დასაბუთებული, იმიტომ რომ გამოკითხული იყო 10 ივლისს, მან იცოდა რომ მის ირგვლივ ზოგადად რაღაც ხდებოდა, მაგრამ არ უცდია მიმალვა, სახლში არის ან როგორც მოგეხსენებათ დაკავებული და წინააღმდეგობის გაწევის გარეშე. საქმეში არ არის საკმარისი მტკიცებულების, მათ შორის მტკიცებულების განადგურებასთან დაკავშირებითაც ვერ გეტყვით, ესეც უნდა შევათანხმო. 48 საათი გვაქვს ამისთვის და შევათანხმეთ პოზიციას და მერე გაგაგებთ. ვლადიმერ ღუდუშაური დუმილის უფლებით სარგებლობს, ვასილ მხეიძე და გიორგი ხაინდრავა კი ბრალს არ აღიარებენ. ღუდუშაურსა და ხაინდრავას განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ჯგუფურად გაფლანგვას, ხოლო ვასილ მხეიძეს გაფლანგვაში დახმარებას ედავებიან. თავდაცვის ყოფილი მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის ყოფილმა მოადგილემ დღევანდელ სასამართლო პროცესზე თქვა, რომ ბრალდებას არ ეთანხმება. დღეს გახდა ცნობილი ისიც, რომ ბრალდებულები საგამოძიებო უწყებაში თავდაპირველად 10 ივლისს იმყოფებოდნენ. სხდომის დასრულების შემდეგ საქმის პროკურორმა ირაკლი მარშანიამ თქვა, რომ გამოძიების ფარგლებში ჯუანშერ ბურჭულაძის ქმედებებიც იქნება შეფასებული. ჯუანშერ ბურჭულაძე არის თუ არა ერთ-ერთი პირი თქვენი ინტერესის ობიექტი, რომელიც უკვე გამოკითხულია საქმეზე მათ შორის? ყველა საგამოძიებო ვერსია რა თქმა უნდა შემოწმდება, ბუნებრივია და მათ შორის მისი ქმედებებიც იქნება შეფასებული გამოძიების მიერ. პროკურორმა დღეს დაადასტურა, რომ საქმეზე გამოძიება ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო. კითხვაზე გამოიკითხა თუ არა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, პროკურორი პასუხობს, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დეტალებზე ვერ ისაუბრებს. სავალდებულო არ არის ზოგადად, რომ კონკრეტულ კორუფციულ საქმეზე ვიღაცა მოვიდეს და განაცხადოს კონკრეტული ფაქტის შესახებ. მოცემულ საქმეზე იყო შესაბამისი ოპერატიული ინფორმაცია, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო გამოძიება, მოპოვებული იქნა არაერთი მტკიცებულება, მრავალი მტკიცებულება, მათ შორის გაყალბებული დოკუმენტები, მათ შორის ექსპერტიზის დასკვნა, რაც ადასტურებს ბრალდებულების მიერ დანაშაული ჩადენას. ვინ გამოვკითხეთ, რა მიმართულებით მივდივართ, რა ვერსიებს ვამოწმებთ ამასთან დაკავშირებით. თუმცა არ გამორიცხავთ, რომ ჯუანშერ ბურჭულაძე თუ აქამდე არ გამოკითხულა, მაშინ აწი გამოიკითხება, იმიტომ რომ გვაქვს ინფორმაცია, რომ გამოიკითხა ჯუანშერ ბურჭულაძე. ყველა ვერსიას, რაც გამოძიებაში არსებობს, ბრალდების მხარე ამოწმებს. თემასთან დაკავშირებით კომენტარებს აკეთებენ ქართული ოცნებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები. ვინმეს დაკავება დაჭერა, რასაკვირველი არ არის თვითმიზანი. მაგრამ საერთოდ კორუფციის თემა ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს, რასაკვირველია არის ის საკითხი, რომელიც ქვეყანას აანგრევს. ეს იმ დონეზე უნდა იქნეს განხილული, როგორც არის ქვეყნის ღალატი. ამ შემთხვევაში თუ კი ნებისმიერი ადამიანი რა წარმომავლობისაც არ უნდა იყოს, რომელ პოლიტიკურ გუნდშიც არ უნდა იყოს გაერთიანებული, უნდა გრძნობდეს პასუხისგებლობას და ეს პასუხისგებლობა ხშირად ითარგმნება ისე, როგორც ოპოზიციაში ითარგმნება ისე, როგორც რაღაც გარკვეული კლანების დაპირისპირება. კლანების დაპირისპირება კი არ არის. ეს არის საქართველოს ინტერესების დაპირისპირება იმასთან, რასაც ქვია კორუფცია. სისტემური კორუფცია ეს არის ის ინსტრუმენტი, ის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რასაც დგას დღევანდელი ხელისუფლება. ეს არ არის ახალი ინფორმაცია, რომ ყველა რგოლში მიმდინარეობს სისტემური კორუფცია. სამწუხაროდ დღეს მანიფესტირებულია მხოლოდ ყველაზე, ასე ვთქვათ, წვრილკალიბრიანი კორუფციონირების, ესე საჯაროდ დაპატიმრების საკითხი. რეალურად ამის არაფერი საერთო ანტიკორუფციულ ქმედებებთან არ აქვს, იმიტომ რომ ძალიან კარგად ვიცით, რას ემსახურება 25 ყველაზე
ესე ვთქვათ, ელიტარული კორუფციონერი ოჯახების ფინანსური მონაპოვარის დაცვა. ბრალის მიხედვით თავდაცვის ექს-მინისტრის ყოფილმა მოადგილემ გიორგი ხაინდრავამ და შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელმა უფროსმა ვლადიმერ ღუდუშაურმა ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმის ვასილ მხეიძის დახმარებით სამინისტროს მიერ სამხედრო ჰოსპიტალისთვის მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფის აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით არაკონკურენტული გარემო შექმნეს. შედეგად აპარატის რეალური ღირებულება გაიზარდა. პროკურატურა ამტკიცებს, რომ არარეალური გარიგებების დადების გზით ბრალდებულებმა უწყების კუთვნილი 1,313,728 ლარი გაფლანგეს. დანაშაული 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეზე წინა სასამართლოს ყდომა 17 სექტემბერს გაიმართება.